რა აკეთებ კაცო რა საჭმელი არის ხვლიკი და მაკარონი გამიგია ერთად კაცო გველი მაინც გაგერიათ გამარჯობა მივქარე რა მის გასა გამარჯობა ჩინური რესტორნის დირექტორი თქვენ ბრძანდები ხო ბრძანდები ხო საქმე მაქვს ერთი თქვენთან ხო ერთი წუთი რა დავამთავრებ არა იდექი არ არის პრობლემა უა საკაიფო სოკია გისმენ გამარჯობა მე აჩიკოს მამა ვარ აჩიკო არ იცნობ თქვენ ვიცი რო არ ვიცნობ ეგ არ არის ვიცი მოკლედ აჩიკო უნდა გამიბედნიერდეს მოსალოციანობე ცოლი მოყავს მოკლედ და ჩინელია ის გოგო ჩინეთიდან ჩამომივლენ სტუმრები ჩამოვლენ და აი მირჩიეს ეს ჩინური რესტორანი თან რაღაც სია გამომატანეს მენიუ რაღაც რო შევარჩიოთ და დავგეგმოთ ხოლმე შეიძლება ეხლა რა არის ჩვენი რესტორანი ის არის ძალიან სერიოზული სტრუქტურას იხსნი რა ეხლა ელემენტარულად ესე არის რომ გავხსენი და რაღაცა გამიგე მოიარი მთელი აღმოსავლეთი ესეც ვნახე ისეც ვნახე შენზე მეტიც ვნახე არაფერიც არ შემეშლება არც არაფერი არ შემეშლება გაიგე არა შენ კი არ გეუბნები ჩემთვის ისე ხო და ეხლა მთელი აღმოსავლეთი მოიარი ყველგან ვნახე რა როგორ იყო შენ ბოდიში და ეხლა შანხაი ვნახე ხიროსიმა ვნახე პეკინი პავლოვი დოლიძე ხელიან ვაფშე რა ყველაფერი მოვივინო არა მე ხო ვიცი ძალიან კარგია სხვადასხვა ეს მაგას გეუბნები რა ხო ჩინური კერძები გამიგია ჩინური კერძები კოსმოსიდანაც კი ჩანს ხო შეიძლება ნუ თუ დიდთებზე დევს უფრო თვალნათლივ ეხლა ხო რამდენ კაცზე აპირებ რაც ბძავარია ეს მუდროთ ვაპირებთ დაჯდომას რა არიცი არ გინდა გიშკავე არა მადლობთ არ მინდა ქართველები ვიქნებით 5 და ჩინელები 500,000 მარტო ნათესავები რა 500,000 მოდი მაშინ სტრუქტურულად გიხსნი რა სტრუქტურას რო რაღაცა იყო ხორხოლობაში არ ჩავარდე კი ბატონო მაინც ერთი 500-ის კამი კიდე ჩავადგმევინოთ რომ სვერხუ იყოს ხო პრობლემა არ არის რა საჭიროა ეხლა ხო ეხლა რა მაინტერესებს ცით ცოტა იაფში რო გამოვძვრე ესე იძახი ჩვენთან ესე დილაპარაკეთ ხო იაფი რო დამიჯდეს შეიძლება პროდუქტი გარედან შემოვიტანო ეხლა შენ თუ სტრუქტურას დაუგვირდი თუ რა გაქვს დამთავრებული ეკონომიური ხო ესე იგი გასაგებია ჭარბ ეკონომიკა გასაგებია გარეთ წაიკითხი ალბათ შენ რომ აქ სტრუქტურულად ვაფშე ხვლიკების გარედან შემოტანა არ შეიძლება ხო ეწერა ანუ ბაზარი აქ ჩვენ ნებისმიერ რაღაცა შემოგთავაზებთ რა ელემენტარულად აქ სტრუქტურას გისმენთ ხო სტრუქტურას აქ ბოლო ჭაობი გვაქვს პატარა ნებისმიერ ბაყანს თუ ხვლიკს რასაც დავითრევ დავაგდებ აი ეგ ჯერ ბოდიშს მოახტევინე მე შევაწევინო და მე მოგიდა რა შენ გენაცვალე შენ პატლა რა სტრუქტურას გისმენთ პრობლემა არა სხვადასხვა მე ვარ ნამყოფი ამ რესტორანში ვარ და ძალიან მომეწონა კორეული კერძი მურადა ესეთი ჭამე და ძალიან შემოყვარდა ეს რო არ გადაიხადეთ თქვენ გაიპარეთ ხო შემიყვარდა ძალიან ეგ კერძი გენაცვალე ხო მაქსოხარ მურადა გიყვარს ესე იგი კერძი შეგიყვარს მურადა ერქვა ხო ეს მურადა ვიცი სხვადასხვა იმასაც ძალიან უყვარდით აი ძალიან სუიძახდა რომ ალეკო ძალიან ლამაზი ბიჭიაო ალეკოს ნაირი თვალები არავის არა აქვს და ესე თათებს აწევდა ხოლმე და ფარული კამერას უგაჯერებდა და ეგოდი ის იყო სტრუქტურულად გეუბნები რა რაც ეხება მე მახსოვს აქ ბაყაყს ზრდიდით საახალწლოდ პეყავდით ხო და ის ბაყაყი რო დაუკლათ შეიძლება ჩემთან არა ის ბაყაყი აღარ არის ის ბაყაყი აღარ არის შეჭამეთ არა შევპოვარმა აკოცა და ოფიციანდად გადაიქცა ოფიციანდად აი ახლა დავუძახე ისა რა ოდი გენაცვალე რა უცნაური რა ქვია ნუ გამათქმევინე ფაწერია რაზე გენაცვალე ისა სტუმარია მოსული და რაღაცა ისეთ საფირმა მოუტანეთ კუში რაღაცა რაც არის გამზადებული კუ შემიძლია შემოგთავაზოთ კუ შემწვარი კუ ჩაშუშული და კუ ნინძა ვიცი რა ბატონო აი ცი რა ქენი
აი ჭადრაკის სკეჩი ყურო იყო, აი შეწვიდა აქ მოარბენინე რა. არი. ეხლა რა მაინტერესებს, კიდე აი მიწერია აქ მენიუში. ძვალმა მითხრა მეუღლემ, იშვიათი რამეო რა, ჩინელებს უკაუბრეთ რა, ისეთი რომ იშვიათი ესეთი ასობი და რაღაცა უბრალოდ გამოვიდა. ეს რა? გვაქვს, ჭადი და ყველი. ნაღდი ჭერდა. აღდი აბეხლეთ ყუილი. გაჩერდი. ნე, იმას რომ ზუსტად დამთხევა რა ისე. ნე, ქათამი, აი კიდე ქათამი. ქართველებისთვის. ეხლა ჩინელები ხო არ შეიძლება, მარტო ჩინელები ხო არ იქნება, ხუთი კაცი ჩვენი იქნება და ქართველებს რაღაც ქათამი რაღაც შეუძვათ ჩვენებურად. არა, აქ ბაზა პრობლემა არ გექნება რა. პრობლემა შანხაი, პავლოვი, პეკინი, დოლიძე, ყველაფერი მოვლილი, ხო იცი, მაგის მთელი აღმოსავლეთი მოვლილი. ქათამს მოიყვანს უბრალოდ ისაა რომ ეხლა შეფორმა შეერდო მაცივარში გუშინა. კარები ღია დარჩა ეთყობა და გაცივდა გრიპი, რა ვიცი, რაღაცა ეკიდა მოკლედ. აი პრობლემა რა. ხოცამდე გაუვლის ალბათ. ალბათ. და დილით პახმელიაზე ნაბახუსებს რა გაქვთ ისეთი საინტერესო? აი მაგალითად რა ფეხის მუჟუჟი. ძალიან სტრუქტურულად გიხსნე ახლა ამას გეუბნები ესე რა სტრუქტურულად გასაგები ხო? გასაგებია შანხაი, პეკინი, პავლოვი ხო? რა თქმა უნდა. ხო, რა მაინტერესებს კიდე სასმელები. დიახ. რა გაქვთ? ისე სასმელები ძალიან ფართო არჩევანია გვაქვს. ხვანხვეს სანაპიროს მთელი ყურძნის ნებისმიერი ფართო არჩევანი სახეობა არის ჯეკი ჩანის ვენახებიდან რაღაცა სტრუქტურას გიხსნი რა, სტრუქტურას გიხსნი ჯეკი ჩანის ვენახებიდან. აგრეთვე არის ძალიან კარგი კოქტეილი, აი ნუ საოცარი კოქტეილი არის თხუნელას ორგაზმი. როიცა და თხუნელას ორგაზმი, რატომ ქვია ესე თხუნელას ორგაზმი? ნუ ეს თვითონ სასმელი სპეციფიკა სტრუქტურას გიხსნი რა თვითონ სასმელს. არის ისეთი მწარე, ნუ ძალიან მწარეა რო სვავ, ანუ იმდენად მწარეა რომ რო სვავ, ისეთ სახეს იღებ როგორცაც თხუნელა იღებს ხოლმე ორგაზმის დროს რა. აი ეს არის რა. ამეხმარეთ. წადი ბიჭო, წადი. შემოუშვა და აიხმარეთ, ვინ არის? წადი კაცო, გაიარე. დამეხმარეთ. წადი, და წადი. დაგულცავთ მეკი. ეხლა რა მაინტერესებს ეს ჩინელები ხო რომ დათვრებიან მე რაღაც ჩხუბობენ არა ჩხუბენ აიწყებენ მაქსიმუმ ხარაკირი გაიკეთონ ეხლა მაგათმა ხარაკირი ხო ეს სულად ეხლა ესე არა ესეა კაცო ეგ ზადნია კაცო ხარაკირი ესეა ესე ეგრე ვაფშე პირველშია მაშინ თო ჩაგდებული გეუნები ეხლა 4 ჯერმა გაკეთებული მე თვითონ რას მასა ხო კარგი მაშინ მოდი შოუ პროგრამა აგერ მიწერია აქ ერთ-ერთი საკითხია შოუ პროგრამა მაინტერესებს რა გაქვთ ისეთი შოუ პროგრამა შოუ პროგრამა როგორ ვაქ იცი აი რა არის ჯერა ესე დაწყობილი არის მთელი დასი მომზადებულია ხალხი შეზარ ხოშტება ან ჩხუბი ატყდება რომ განეიტრალოს ანუ გამოლენ ჯერ ნინძები მოცეკვავე ნინძების დასი არის ხალათებში ესე გამოტანტალდებიან იქ ზუსტად დაჩქებს იცრიან მე ხალხს ხოცავი ნუ სანახაობრივია რა ხალხს ხოცავი რაღაცა შემდეგ გამოდის სამურაი გამოდის ტიტველი სტრიპტის ცეკვავს და ნენელა იცვავს ამ იმაში ნუ ესე ძალიან საინტერესოა კარაოკეები გვაქვს ძალიან კარგი ხიტავოი სიმღერა არის ძალიან ჩვენი რესტორნის აი ეს რო არის გველი ობობა ხვლიკი ბაღი უკვე გასამ და 6 თამახი მე ჩინურად არის ტექსტი არ არის რა აღარ ვიცი რა ეგ რაღაც არის ესეთი რაღაც არის ცოცხალი თუ გაქვს ცოცხალი მუსიკა ცოცხალი მუსიკა რა თქმა უნდა აი არაჩვეული მუსიკოსი ყავს ჩვენ აქ მოწვეული ძალიან კარგად ვყერის ესა შემოიყვანე რა ისა რა ძალიან კარგი მუსიკოსი ნიჭიერი რა ვიცი აი მოვლილი აქ მართლა მთელი აღმოსავლეთი რა ხვახი ხიროსიმა ნაღასაკი რა ვიცი ყველა შანხაი რა მართლა ფესტივალებზე გამარჯვებული მთელი ამბოი პავლოვი დოლიძე ხო ვაფშე დახურული რა ყველაფერი ის არის რა უნდა ეხლა ენებისა ეხლა შეგიძლია გასინჯო თუ შეიძლება რა იმღერეო ალბათ საუგარიო
მეგონი ძალიან კაია, ძალიან მაგარია. არცი. ძალიან მაგარია რა, მე ლექსი მაქვს დაწერილი. ჩინელებს ეხლა ეს ჩინელების საპატივცემულოდ გამიგე და აი ეს რო ფონად მედოს და მე რო ლექსი წავიკითხო ესე შოუ პროგრამაში შეიძლება? რა თქმა უნდა. აბა სინჯოთ ხო შეიძლება? რა თქმა უნდა, სინჯოთ. აბა მე პატარა ჩინელი ვარ. ჰიმალაის მთების შვილი. და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია ხალხი. აიო. წაგაი. აი, ჭირი დავარ და ვიღაცა მოვა რა. ეს ხო როგორ არის? თუ ერთი ჭირი დავარ და კაცი მოდის და თუ მეორე ჭირი დავარ და ქალი მოდის. მოიცა თუ ორივე ერთად დავარ და თუ ორივე ერთად დავარ და ეხლა სტრუქტურულად როგორი იქნება? ნუ ეხლა ნუ გაიგებ ახალი ჭირი ჭამე რა ბინძური. ნუ და რა თავი კორწიში. როცა აქ იხდი რა ჩინურ ამბავში, თავარი აქ ჩინური სიბძნე. რა სიმძნე? აი ეთქვი მე შენ ეხლა რა. ერთი შემომიტანე გენაცვალე ჯოხები რა. შემომიტანე, აი ერთი წალი. აი გადატეხე აბა ეხლა. აი კარგი ხარ. აბა ეხლა მეორე აი კარგად გადატეხე რა ბოლომდე. აი ეგრე. კარგი მეორე აიღე ეხლა. გადატეხე ეგეც. აი ეხლა ყველა ერთად აიღე. ჩინსკე მუდრს. აბა გადატეხე. ცალკე აი ეს გადატეხე. კარგია გადატეხე. აი გარე. სიბრძნე რაშია უკაცრავად აქ? სიბრძნე? რამდენი წალი იყო ეგ რას გატეხე? რამდენი გატეხე სულ? 18. 18, შენი $50 რა. ეგ არის ეგ სიბრძნე ეგ არის. მოდი კიდე გასწავლი სიბრძნეებს. საფულე მანახე შენი. შენ საფულე მან $100 ხო გიდევში? ხო. მე მოდი ახალ სიბრძნეებს გასწავლი. მოდი.